რუსლან მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. დავიწყოთ საუბარი ამ სიახლით, რომელიც მიემართება ლითონების შესახებ შეთანხმებას. თუ გაფორმდა ეს დოკუმენტი, შემოიტანს თუ არა ეს უფრო მეტ სიცხადეს რეალურად რა სურს დონალდ ტრამპს, იმიტომ რომ გზავნილები აშკარად ვაშინგტონიდან არის არათანმიმდევრული ამ ეტაპზე. დიახ, მოგესალმებით ბატონო ლუკა, მოგესალმებით მაყურებლებს, მადლობა მოწვევისათვის. დიახ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო ტრამპი საერთაშორისო ურთიერთობის, ასე რომ ვთქვათ, ის წესრიგს, ასე რომ ვთქვათ, აგრესიული სავაჭრო პოლიტიკით არღვევს. სამწუხაროდ ეს არ არის ის ფორმა, რომელიც ახალ გრად საერთაშორისო წესრიგის ფორმირებას შეუწყობს ხელს, თუმცა ფაქტია, რომ მან მოახდინა, ასე რომ ვთქვათ, მედიატორის როლის მონოპოლიზება, თუმცა ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას შეეძლო უფრო ძლიერი პოზიციებიდან, თუნდაც ამ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის დაწყება, რომელიც გულისხმობდა თავის მოკავშირეების როლის და ფუნქციის განსაზღვრას, თუმცა მან თავის თავზე აიღო ამერიკის როლი გამოკვეთა, რომ მან ფაქტობრივად ნიველირება გაუკეთა მოკავშირეების, კერძოდ კი ევროპისა და სხვა მოკავშირეების ჩართულობას აღნიშნულ კონფლიქტში. რაც შეეხება მინერალთან შეთანხმებას, უნდა ითქვას, რომ სანამ უშუალოდ ამაზე გააკეთებდა აქცენტს, სანამ უშუალოდ მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყებოდა, მან უარყო, ასე რომ ვთქვათ, თავისივე გაცხადებული, ასე რომ ვთქვათ, თეზა, რომ თითქოს უკრაინამ 300 მილიარდის დახმარება მიიღო, მას მოუწია, რომ ასე რომ ვთქვათ, აღენიშნა, რომ უკრაინამ მთლიანობაში მიიღო 98 მილიარდი დოლარი, აქედან 67 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების პაკეტის და 31 მილიარდი დოლარი, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსების. შესაბამისად, აღნიშნული მინერალების შეთანხმება მოიცავს 400-დან 500 მილიარდიან შეთანხმებას, რომელიც საძლოა ითქვას, რომ ეს ხო პირველი ნაბიჯი უკრაინასა და ამერიკას შორის გარკვეული შეთანხმების მისაღწევა, თუმცა აქ არ არის კაფეოდ განსაზღვრული, იქნება თვარე ეს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. უკრაინას სამწუხაროდ წარე გამოცდილება აქვს ამ უსაფრთხოების გარანტიათა დაკავშირებით, ავიღებთ ბუდაპეშტის შეთანხმებას, როდესაც უკრაინამ ბირთვულ შეერაღებაზე თქვა უარი და არა მხოლოდ ბირთვულ შეერაღებაზე და სამი შემდგომ 5 სახელმწიფო გახდა უკრაინის ასე რომ ვთქვათ, სუვერენიტეტის გარანტორი. შესაბამისად, უკრაინას ამ ეტაპისთვის გააჩნია გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, ბერკეტები, რომ მოახდინოს ტრამპის პირდაპირ ეს აგრესიული ტონი შეარბილოს და ამის ნაბიჯად ჩვენ ვხედავთ. თუ მაგალითად გავითვალისწინებთ, რომ პირველი მოლაპარაკების შემდგომ როგორი აგრესია მოყვა, ასე რომ ვთქვათ, არათანმიმდევრული და არაკონსტრუქციული განცხადებები მოყვა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, და ვხედავთ, რომ შედარებით თუნდაც ტონი შეერბილ და იგივე სპეციალური წარმომადგენლის ჩასვლის შემდგომ უკრაინაში გარკვეულწილად კომპრომისები გამონახეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინას გააჩნია სამი ძირითადი ბერკეტი ამ დროისთვის. ეს არის პირველი მისი და უკრაინის ეროვნული ინტერესებისა და ევროპის ინტერესების თანხვედრა. მეორე ეს არის ის, რომ დღეს არსებული ვითარება ფრონტის ხაზზე უკრაინას აზრის შესაძლებლობას შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში შეაკავოს რუსული საოკუპაციო ძალების შესაძლებლობა და ამ დროისთვის არ იკვეთება ფრონტზე რაიმე ტენდენცია, ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მყარხობს დიდ მოახდენს, დიდ გარღვევას. შესაბამისად, უკრაინას ეს აძლევს კარტ ბლანშს, რომ მან ასე რომ ვთქვათ, თავს მოხვეულ შეთანხმებაზე არ მოაწეროს ხელი და მესამე ყველაზე ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვის დროს მან მნიშვნელოვანი შეარაღება მიაწოდა უკრაინას, რომელიც აძლევს უკრაინას ამ დროისთვის შესაძლებლობას, რომ შემდეგი რამოდენიმე განმავლობაში მოახდინოს მოლაპარაკების პროცესზე გარკვეული თავისი კორექტირებების შეტანა. ბატონო რუსლან, აი თქვენ თქვით არაკონსტრუქციული, აგრესიული, ზოგადად გზავნილებს, რომელსაც ვისმენთ, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ასევე რიტორიკა, რომელიც მოდის კრემლიდან, ხო? თავად ვლადიმერ პუტინისგან. აი ეს რა ტიპის ტაქტიკა შეიძლება ასე ვუწოდოთ და რაზე არის გათვლა, როდესაც დონალდ ტრამპი იმეორებს იმ ბრალდებებს, რასაც ვისმენთ ხოლმე კრემლიდან? დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ქვეყანა, რომელიც 250 წლის განმავლობაში იყო დემოკრატიის ფლაგმანი, რომელიც მას აძლევდა მორალური ავტორიტეტის, ასე რომ ვთქვათ, ფუნქციას და არა მხოლოდ ამასთანავე დემოკრატიის მცველს, ეს ფუნქცია მნიშვნელოვნად შემცირდა თავად ადმინისტრაციის, ახალი ადმინისტრაციის პირობებში. შესაბამისად, ეს გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ იხრება დღევანდელი ადმინისტრაცია ავტორიტარიზმისკენ, ამის
დამადასტურებელი ნიშანია ის, რომ თუნდაც ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების გათავისუფლება დაიწყო, თუნდაც ამერიკის გენშტაბის გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის ბრაუნის გადაყენება. უნდა ითქვას, რომ ამერიკის ფედერალური კანონი ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ გენშტაბის ხელმძღვანელად წარადგინოს კანდიდატი, რომელიც იქნება სამხედრო თანამდებობაზე, მოქმედი სამხედრო პირი იქნება და მინიმუმ 4 ვარსკვლავიანი გენერალი უნდა იყოს, თუმცა მას წარადგინა თადარიგის, ასე რომ ვთქვათ, 3 ვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც ასე ვთქვათ, ცალსახად სამწუხაროდ დარღვევა. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ის აპირებს CIA-ს, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლობის გარკვეულ შეკვეცას. ამასთანავე ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯერ კიდევ პრეზიდენტის კანდიდატობის დროს მან ასე რომ ვთქვათ, დაანონსა, რომ ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდებოდა $1 ტრილიონ დოლარამდე. ახლა წარადგინეს ახალი ასე რომ ვთქვათ, ინიციატივა, რომ 2030 წლამდე ეს უნდა შემცირდეს $500 მილიარდამდე. ბუნებრივია, გარკვეული ლოგიკის პოვნა ამ განცხადებებში სამწუხაროდ რთულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თუნდაც რო შევხედოთ მისი გადმოსახედიდან არსებულ საერთაშორისო დღის წესრიგს, ის უყურებს, რომ ეკონომიკური, ასე რომ ვთქვათ, გარიგებების საფუძველზე შესაძლებელია პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას, თუმცა ეს სამწუხაროდ ესე არ არის. გარდა იმისა, რომ დღევანდელი საერთაშორისო წესრიგი დარღვეულია და ასე რომ ვთქვათ, ამის დამადასტურებელი იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური დღის წესრიგი ვერ განსაზღვრავს გეოპოლიტიკურ ფაქტორებს. ის ტრამპისთვის სასწრაფოდ მნიშვნელოვანია ჩინეთის საპირწონე შემაკავებელი ძალად აქციოს რუსეთი და თავის მხრივ გარკვეული თანამშრომლობა დაამყაროს რუსეთთან, რომ ჩინეთის მზარდი ამბიციები, იგივე ეკონომიკური პოტენციალის კუთხით შეამჩნიოს. ეს ცალსახად არ არის წარმოჩენილი, როგორ უნდა მოახერხოს ეს და გარდა იმისა, რომ მას მოკავშირეებთან გარკვეული უთანხმოებები აქვს, თუნდაც იგივე გრენლანდიის, კანადის, პანამის ან მექსიკასთან დაკავშირებით, ამასთანავე უნდა ითქვას, რომ რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, თუ შესაძლებელი გახდება უკრაინაში გარკვეულწილად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუ ჩინეთი შეიჭრება ტაივანში. და გარანტია იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთი არ დაიჭერს იგივე პოზიციას იგივე ამერიკასთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ ჩინეთს ეჭირა რუსეთთან მიმართებაში. ხო, ხილი, მსომლი პოლიტიკური ნაბიჯებით ის ნახულობს ძალზე დიდ სარგებელს უკრაინაში მიმდინარეობით, რადგან ის ფარულად ვაჭრობს, ასე რომ ვთქვათ, რუსეთთან. შესაბამისად, ეს საფრთხეები ტრამპისთვის დღის წესრიგში არ არის გამოკვეთილი, როგორ შეეძლებს ამის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, თუ მოხდა ამ პროცესის, ასე რომ ვთქვათ, იმ მასშტაბის, იმ მოცემულობით დამთავრება, რაც თავის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციას გააჩნია, შესაძლოა ითქვას, რომ მას შესაძლოა დაკარგოს არა მხოლოდ მორალური ავტორიტეტი, არამედ ის პრესტიჟი, რომელიც მოკავშირეებთან მას აკავშირებს და შესაბამისად მისი შემდგომი პოლიტიკური დღის წესრიგი და გადადგმული ნაბიჯები ვეღარ იქნება ესეთი ეფექტური, როგორც თავდაპირველად პოპულარობა და სათავე. თქვენ გამორიცხავთ აი ვაშინგტონსა და კიევს შორის რიტორიკის შესაბამისად პოლიტიკის ისეთ ესკალაციას, როდესაც უკრაინა ვეღარ იღებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვერანაირ დახმარებას და აქ უფრო აქტიურად შემოდის ევროპის როლიც, ხომ? რაზეც დედაქალაქებში ძალიან აქტიურად დაიწყეს საუბარი. ძალზედ კარგი კითხვაა, მე დავნიშნო სწორედ ამაზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას. ეხლა ყველაფერი დამოკიდებული არის ევროპის როლზე და შესაბამისად უნდა ითქვას, არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ ამერიკის და პრეზიდენტ ტრამპის შემდგომი, ასე რომ ვთქვათ, ტონი და დამოკიდებულება საერთაშორისო დღის წესთან მიმართებაში. თუ ავიღებთ მოცემულობას, რაც ევროპაში არის, ამის მზაობა არსებობს, ამის, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკური პოტენციალი ბუნებრივია 9 მილიარდიანი ევროპას აქვს. თუ გიტყვით სამხედრო თვალსაზრისით სამწუხაროდ ეს არ არის ის მოცემულობა, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა უკრაინის სრული გამარჯვებისთვის, რადგან უკრაინა სამწუხაროდ ამ 3 წლის განმავლობაში ევროპის სამხედრო, ასე რომ ვთქვათ, სამრეწველო ინდუსტრია ვერ არის იმ მოწოდების სიმაღლეზე, რაც უნდა იყოს, რომ დაამაყოლოს ასეთი გლობალური მასშტაბის ომი, თუმცა ითქვას, რომ წამყვანი ქვეყანა ლიდერები, საფრანგეთი, ბრიტანეთი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ლიდერის ფუნქცია მოირგეს უკვე და შესაძლოა ითქვას, რომ 23 თებერვლის შემდგომ სავარაუდოდ გერმანიაში ახალი კანცლერის შემდგომ ეს სამი ძირითადი ქვეყანა, ამასთანავე პოლონეთიც იქნება, ასე რომ ვთქვათ, ძირითადი გამსაზღვრელი ფაქტორი უკრაინის შემდგომი, ასე რომ ვთქვათ, სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში საკუთარი, ასე რომ ვთქვათ, პოზიციების გათვალისწინებით. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ 24 თებერვალს შესაძლოა ევროკავშირმა გამოაცხადოს ომის დაწყებიდან ყველაზე მსხვილი მასშტაბური სამხედრო დახმარების პროცესი, სამხედრო დახმარების მოცულობა, რომელიც იქნება დემონსტრირება იმისა, რომ ევროპა არის მზად გააგრძელოს, ასე რომ ვთქვათ, უკრაინის დახმარება. რა ხდება ამ
შემთხვევაში ბუნებრივია ამ შემთხვევაში ტრამპს ეცლება ბერკეტები, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ტრამპს მოუწევს ასე რომ თქვა თავისი რიტორიკის შეცვლა, ამასთანავე ის რომ რუსეთს ამ შემთხვევაში არ ექნება ასე რომ თქვა მხარი განათები ამერიკისგან, შესაბამისად ეს მოლაპარაკების იმ პროცესს, რომელიც მათ მიერ არის წარდა ასე რომ თქვა თანხმობა მიცემული ამერიკელებთან დაკავშირებით, გაუჩნდებათ კითხვები შესაბამისად ტრამპის პოზიციების შესუსტება. ცალსახად ევროპაზეა დამოკიდებული უკრაინის ვედი და არა მხოლოდ ევროპაზე. თქვენ საუბრობდით რა სიტუაცია ახლა ბრძოლის ველზე, აი შემოგთავაზეთ ანალიზი ამ ნაწილში და ასევე გითხარით აი ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა არის ჯერჯერობით რიტორიკის დონეზე კიევსა და ვაშინგტონს შორის, როგორ აისახება ბრძოლის ველზე, მათ შორის ბუნებრივია მებრძოლთა ამ შემართებაზე мотиваციაზე. ბუნებრივია ეს დადებითად არ აისახება, ეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მინერალებზე შეთანხმების ანაც შეუთანხმოების შემთხვევაში უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფის და შეუწყვეტონ ასე რომ ვთქვათ სტალინგზე წვლობა, რომელიც სასაცილო მნიშვნელოვანია დაზვერვის ოპერატიული დაგეგმარებისა და შემდგომი მოქმედებისათვის. შესაბამისად ეს ცალსახად ზეწოლა არის უკრაინაზე სამწუხაროდ, თუმცა უნდა ითქვას, რომ როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის პრეზიდენტობის დროს მიწურულს უკრაინა მიიღო საკმარისი რაოდენობის შეარაღება, რომ თუნდაც სანამ ევროპა ამუშავებს თავის სამხედრო ინდუსტრიას, შემდეგი დაუშვათ 4-5 თვის განმავლობაში, რაც საკმარისი იქნება, რომ სრულიად გაზარდოს სიმძლავრეები, მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში ინდონეზია ვერ გაზარდეს, ამის რა თქმა უნდა ამის ანალიზი სიღრმისეული არის საჭირო და არ გვეყოფათ რომ ამაზე ვისაუბროთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პერიოდი შემდეგი 4-5 თვე თუ ევროპამ გადადგა მყისიერი ნაბიჯები, შესაძლოა ფრონტის ხაზებზეც, ასე რომ შესაძლოა ითქვას, ვერ იქნება ამერიკის ზეწოლა იმ დაგვარი, რომ ამან მოახდინოს დემორალიზაცია უკრაინის არმიის და უკრაინის სამხედროების. შესაბამისად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მეთოდურად მობილური თავდაცვის რეჟიმში, ამასთანავე გარკვეულ მიმართულებაზე კონტრდარტყმებით, ამასთანავე ოპერატიულ მიმართულებებზე გარკვეული ტაქტიკური უკანდახევით ან გარკვეული პოზიციების მიმართულებით ასე ვთქვათ კონტრიერიშების შედეგად ფრონტის ხაზების სტაბილიზაციას. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად დიდი მცდელობისა რუსეთის საოკუპაციო ძალებისა, კურსკში მათ ვერ აღადგინეს სტატუს-კვო და უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნეს კურსკში მნიშვნელოვან ტერიტორიას, რომელიც ბუნებრივია მოლაპარაკებებზე უკრაინაში მოლაპარაკებებზე. რა ფაქტორი იქნება მაშინ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დაჯდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან კურსკის მოცემულობა, რომელიც დღესაც ნარჩუნდება. ბუნებრივია ამაზე კაფეო წარმოდგენა შეუძლებელია, ამის განსაზღვრა კაფეო წარმოდგენა თუ როგორ შეიძლება მოხდეს კურსკის ტერიტორიის დაკავებული ტერიტორიის გაცვლა დანარჩენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებში, თუმცა თუ დავაკვირდებით პუტინის რიტორიკას, ისინი პირიქით მოითხოვენ, რომ არა მხოლოდ მოხდეს გაცვლა, არამედ იმ დარჩენილი ნაწილების, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, აი თუნდაც დონეცკის, ზაპოროჟიის, ხერსონის, ამასთანავე ხარკოვის სრულად მოხდეს გათავისუფლება. სამწუხაროდ ეს შედეგია იმისა, რა არ აქვს თანმიმდევრული, ასე რომ ვთქვათ, მოლაპარაკების პროცესი აწარმოა ტრამპის ადმინისტრაციამ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მათ შესაძლოა არ ცოდნოდათ ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც ამ მოლაპარაკებებს უნდა მოჰყოლოდა, რადგან მათ ყავთ საერთოდ, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილი დიპლომატების, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკოსების მიზგუნში, შესაბამისად ეს გარკვეულწილად იწვევს ბუნებრივია გარკვეულ ბუნდოვანებას უკრაინის მოკავშირეებში და უკრაინის შიგნითაც, შესაბამისად ამიტომ ჩანს, რომ ეს არის გარკვეულწილად გამოუვალი მდგომარეობა თითქოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს, ასე რომ ვთქვათ, აქტიურ თავდაცვის სამხედრო ოპერაციებს. პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი ტრამპის არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო გაიზარდა და ეს ფაქტი არის და ამის ფონზე პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგი შემცირდა, რაც მას აიძულებს, რომ შეცვალოს რიტორიკა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ცალსახად უკრაინისთვისაც და მოკავშირეებისთვისაც ეს არათანმიმდევრო პოლიტიკა იწვევს უნდობლობას და არასანდოობას, რომელიც შემდგომში გაურთულებს ტრამპს რაიმე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევას, ხომ? არა მხოლოდ უკრაინის მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტისგან დისტანცირდეს ისე, რომ მეტ ძალზე ეკონომიკური სარგებელი ნახოს და სხვა ძირითადად
ძირითადი აქცენტები გადაიტანოს თუნდაც ჩინეთის საპირწონედ, რადგან ის თვლის და ეს მოცემულობაც არის, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენს სამხედრო ძალით საპირწონე ძალას ამერიკისთვის და ეს ფაქტია. და ამასთანავე ეკონომიკური ფაქტორი დაზგუნებრივია, არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის საპირწონეც ვერ არის. და ამასთანავე ამერიკა შეეცდება, რომ ამ უკრაინის კონფლიქტის მაქსიმალურად სარგებლიანად თუნდაც დროებითი მშვიდობის პირობებში, რადგან არ არსებობს უნივერსალური უსაფრთხოების გარანტია და მსოფლიო ისტორია სწორედ ამის ნათელი მაგალითია, რომელიც ცალსახად აჩვენებს, რომ შეუძლებელია, ასე რომ ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიმა იმუშაოს მუდმივად, ხო, ის ხელშეკრულება შესაბამისად რუსები მოქმედების დინამიკას თუ ავიღებთ, გასული 200 წლის განმავლობაში ისინი მიტოვდებიან ხელშეკრულებას, რომ საფიან დროს დაარღვიონ და ამის ნათელი მაგალითია. სიახლეს გავაცნობ მაყურებელს და თქვენც გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება და ანალიზი რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა შესაძლოა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. აი გითხარით ზოგადად ამ სტრატეგიის ფორმატის შესახებ რაღაც ცალკე მაგიდის გაჩენა, სადაც არზის უკრაინა. ეს მოცემულობა ევროპისთვის უკვე კარგად ნაცნობი არის. იგი 1929 წლის მიუნხენის კონფერენციის დროს, როდესაც ჩეხეთის გარეშე მოაწერეს სუდეტის ოლქის დათმობა მაშინდელ მესამე რეიხის კანცლერთან, ჰიტლერთან, რამაც მიიყვანა ევროპას სირცხვილამდე და ომამდე, როგორც მას ჩერჩილი მოუწოდა. შესაბამისად, საუდის არაბეთში გამარდა დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებები უკრაინის ან ევროპის გარეშე ვერ გამოიღებს იმ შედეგებს, რაც ასე რომ ვთქვათ, მისაღები იქნება უკრაინის შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მორიგის მოლაპარაკებების თუ არ იქნება გათვალისწინებული მოკავშირეებისა და უკრაინის პოზიციები, რაიმე წარმატების გზით დასრულდეს. შესაბამისად, დროის ათვლა ტრამპისთვის დაწყებული არის, თუ ეს მოლაპარაკებები დიდხანს გაჭიანურდა და ბუნებრივია ეს მის რეიტინგზე იმოქმედებს და მას გაურთულდება საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა და მისი ასე რომ ვთქვათ, მზარდი ამბიციური საგარეო პოლიტიკის ასე რომ ვთქვათ, შესრულება თავისი აგრესიული ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკური ბერკეტების ზეწოლით. შესაბამისად, საუდის არაბეთში თუ ახალი ფაქტორი ამ საზღველი არ გამოჩნდა, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ეს ასე რომ ვთქვათ, წარმატებული და კონსოლიდირებული. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი რუსლან შავაძე პასუხობდა ფორმულას კითხვებს.